იმითი. უკაცრავად დაიკო 50 ლირას ვერ დამიხურდავებთ? არ მაქვს. დაიკო ვერ დამიხურდავებთ? მიცანი? არ შეგეშინდეს აქ ვართ. ომერიც აქვეა. ჩემოდანი სად არის? დამრჩა. ტაქსიში დამრჩა. ახლა რა ვქნა? ომერ ჩემოდანი მანქანაში დარჩენია. ცუდია. არდა. უკვე გვიანია. შესაძლოა აქ არის ჩემოდანი რომ მივცეთ და ეჭვდება. კარგი, ჩემოდანი უნდა დაივიწყო. აქ იყავი, შორს არ წახვიდე. ცხელი ბლითები. ისმენ. დილამშვიდობის ალამაზო. დილამშვიდობის. მოხვედი? ხო, სანაპიროზე ვარ, სად ხარ? მაგვიანდება. ხომ იცი სტამბოლში რა მოძრაობაა? გელოდები. დამპირდი მთელი ცხოვრება დაგელოდებია, მაგრამ ნუ ღელავ, არ გალოდინებ. 15 წუთში მანდ ვიქნები. კარგი. იგვიანებს. რა ხდება? აქ ვართ ველოდებით. მეთინი არ გამოჩენილა თაიერბეი. შეიძლება ნებისმიერ წუთს მოვიდეს. ყურადღებით იყავით, ისევ არ გაგაცუროთ. მეთინი მომიყვანეთ. მოვიყვანთ თაიერბეი, ეჭვი არ შეგეპაროთ. მის გარეშე მოსვლა არ გაბედოთ. თორემ ვერ გადამირჩებით, ნაჯი გასაგებია? დილამშვიდობის. დილამშვიდობის. რამე მოხდა? ადრე ამდგარ ხარ? არა, სამსახურთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა მაქვს და ვფიქრობ. ბაჰარი სად არის? ოფისშია. უამრავი საქმე აქვს. ძალიან მეხმარება. სიმართლე გითხრა, ეგ გოგო არ მომწონს. მატყუ არაა. იმედია ჰოლდინგს ძირს არ უთხრის. ასლი, აზვიადებ. უსამართლოდ ექცევი. კარგი, სულ არ მაინტერესებს. ფულიას ვეტყვი ყავა და ჩაი მომიმზადოს. ფულია. გისმენ ძვირფასო, ასლი ვარ. ნაბადიეთ ასლიხანიმ. იმედია არ გაწუხებთ. ელიფანიმს თხოვეთ თუ შეიძლება. სამწუხაროდ ახლა არ ძალია დაკავებულია. ოღონდ არ მკითხო რითი, რადგან მეც არ ვიცი. კარგი. რადგან ელიფანიმი დაკავებულია, ნუ შეაწუხებთ. მოგვიანებით დავურეკავ. კარგი? კარგი. საქმესთან დაკავშირებით შეგიძლია მეც დამირეკო ხოლმე. კარგი. ნახვამდის. ნახვამდის. მეთინბე, გოგომ გიღალატად. მახედა გიგოთ. აქ პოლიციაა, პარკში არ შეხვიდეთ.
სად ხარ? ჩემოდანი სად არის ლამაზო? არ წამომიღია, ვიფიქრე ტანსაცმელს ექვიყიდი მეთქი. ნილუფერ ძალიან კარგად გიცნობ. რომ მოგიდაცე ჩანთას გვერდიდან არ იშორებდი. მეგონა წარსულს თუ დავივიწყებდი გაგიხარდებოდა. ბიჭებო აქ არის, მაგრამ არ ჩნდება, ჩემოდანმა დააეჭვა. ო, გამიხარდებოდა მართლა რომ დაგევიწყებინა. ფათი, ვერ გავიგე, როგორ მოვიქცეთ. მითხარი, სად ხარ და მოვალ. აქ არის ბიჭებო. იქნებ ფოტორობოტის საშუალებით იპოვოთ. არდამ, ნილუფერს უთხარი საუბარი გააჭია ნუროს. სიგნალს ვეძებთ. ადგილმდებარეობა დაადგინეს? ჯერ არა. ფათი, აქ ხარ? აქ ვარ. არ გიბრაზდები ნილუფერ. მაგრამ ისევ ელიფმა გაიმარჯვა. ასე რომ არ იყოს. პოლიციელებთან ერთად არ მოხვიდოდი. ელიფმა არ იცის. შენთან მოვედი. ო, მოხვედი. მაგრამ ასე არ უნდა მოსულიყავი. ყველაფერს მიხვდა. სავარაუდოდ გაიქცევა. ყურადღებით იყავით. კარგად ხარ? ხომ შეიძლებოდა ჩემი და მოეკლა. იმ კაცს საკუთარი თავის გარდა არაფერი ადარდებს ელიფ. ხომ ხედავ გაიქცა. უნდა წამოვსულიყავი. ჩემი და მარტო არ უნდა დამეტოვებინა. შენი აკყოფნა რამე შეცვლიდა? ახლა რა ვქნათ? რა ხდება? ფანტომასის მახეში გაებით? ასლი ვაპირებდი მეთქვა, როდის უნდა გეთქვა ელიფ? რამდენჯერ კითხე და ყოველთვის თავს მარიდებდი. ნილუფერს რომ არ ეთქვა, არც მეწოდინებოდა. კარგი. რას აპირებთ? ის კაცი მანიაკია. ჩვენს დას როგორ დავიცავთ? ერთი წუთით ასლი. შენც დამნაშავე ხარ ამასთან ერთად, კომისარო. ნილუფერი ჩემი და უფლება მაქვს ვიცოდე რა ხდება. ხედავ ბრაზილიური სერიალი ჩვენს ოჯახში ზერინის გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. ყოჩახ. მართალი ხარ ასლი, მაგრამ ელიფს არ უნდა და გულით კენოდა, გასაგებია? ასლი. რომ დასრულდებოდა, მაშინ უნდა მეთქვა. მაპატიე. არ გეწყინოს, გთხოვ. დამიჯერე, კარგად დაკეტე, თორემ გავხსნი იდიოტო. იცი რითი გავხსნი? თაიერბეის კითხეთ, ამაზე საუბარი ძალიან უყვარს. შენ აქ დარჩე. აბა შენ იცი დაისვენე. კარი დაკეტეთ. კარს ერთი წუთითაც არ მოშორდეთ. ალე უფროსო. მოაგვარეთ ნაჯემ. დიახ ეფენდი. ყოჩახ. თვალი არ მოაშოროთ. ერთ საათში მანდ ვიქნები. დროებით. კარს მიმართულება შევუცვალეთ, ჰუსეინ. ხომ გითხარი მოვაგვარებთ მეთქი? ძალიან იღბლიანი კაცი ხარ, თაიარ. იღბლიანი არ ვარ, ჰუსეინ ეფენდი.
რამდენჯერ გაგიმეორა ჭკვიანი ვარ, წინდახედული და კარგი ინვესტორი. ამიტომაც ვიმარჯვებ. შენ კი ჩემი საუკეთესო ინვესტიცია ხარ. ალმასი მოიტანა? რა თქმა უნდა, ჯერ ფული უნდა მოგცემ. საქმე დასრულდა და ჯილდოს იმსახურებ. ფული თვალს ახარებს, ხომ ასეა? ბინძურია, მაგრამ ყველაფერს გურნავს, სინდისაც კი. რას მიყურებ? ჭრილობას, განზრახ გიღიზიანებ, რომ სისხლმა ჩირქი გამოიტანოს. მალე მოგიშუშტეს და სინდისის კენჯნაც დაგავიწყოს. ხედავ რა ადვილად ვთანხმდებით. ყველაფერი დავიწყებას მიეცა. მეთინის დაკავებამ ორივე გადაგვარჩინა. შენთან თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ. კიდევ შევხვდებით ჰუსეინ ეფენდი. მომისმინე. ადამიანმა მგელი მოიშინაურა და კართან დააბა, მაგრამ ძაღლს თავი დღემდე მგელი ჰგონია. არ დაგავიწყდეს ვინ ხარ, არ დაგავიწყდეს. ყველა ქვედანაყოფი გაფრთხილებულია. გამშებ პუნქტებს და საბაჟოებს ფოტორობოტის ასლები გავუგზავნეთ. ქვეყნიდან არ უნდა გავუშვათ ომერ, დროულად უნდა დავაკავოთ. იცის რომ ვეძებთ, ხალხ პირადობას გამოიყენებს. საქმე გართულდა. თუ ის გოგო მართლა ძალიან უყვარს იქნებ არ წავიდეს და კიდევ სცადოს. არ ამგონია. მით უმეტეს ამ ამბის შემდეგ. ომერ, იმ გოგოს კიდევ დაელაპარაკე. იქნებ მეთინზე რამე ისეთი გაახსენდეს, რაც დაგვეხმარება. მე საბაჟო სამსახურს დავუკავშირდები. ვიდეო ჩანაწერები გვჭირდება ომერ. თუ იტალიაში თავისი პასპორტით გაემგზავრა, ფათიხ დუნდარის სახეს სათვალთვალო კამერები დააფიქსირებდნენ. მეთაუროთ, უმეტი არაფერი გაქვს სათქმელი ელებთან წავალ და ნილოფერს დაველაპარაკები. ჩვენებიც უნდა ვნახო მელოდებიან. ომერ, როგორ ფიქრობ? ნილოფერი მეთინს გააფრთხილებდა? არა მეთაურო. თავიდანვე ვუთვალთვალებდით. მის ტელეფონსაც ვუსმენდით. ასე რომ ყოფილიყო მეწოდინებოდა. თანაც ნილოფერს ფათიხის თავიდან მოშორება მართლა უნდა. აღიზიანებულია. დიახ. და შეშინებული. თუ ასეა, ვინ გააფრთხილა? ვინ გააფრთხილა? არ ვიცი. ჭკვიანი კაცია. შეიძლება ჩემოდნის გარეშე რომ მოვიდა ამან დააეჭვა. რა გასაკვირია, გოგოს კარგად იცნობს. თუმცა ორივემ ვიცით რომ ეს ასე არ არის. ეს კაცი ვიღაცამ გააფრთხილა. გუნჩი მოღალატე ყვავს ომერ. ომერიც მალე მოვა. ჩვენები არიან? ის ნაძირალა როგორ გაგვექცა რა? ახლა სამი კიდევ რაღაცას დაგვებრალებს და თავს ვეღარ შევიკავებ. რაც უნდა ითქვას? გვინდოდა რომ ასე მომხდარიყო. თქვენც ხომ იცით, რომ დაიწყებს აღარ გაჩუნდება.
იმიტომ დაეჭვდა, რომ ნილუფერს ჩემოდანი არ ჰქონდა. საკუთარი ნივთების გარეშე სახლიდან ვინ მიდის? ამას სულელიც მიხვდებოდა. თუმცა რა ვიცი, იქნებ სხვა რამემ დააეჭვა. ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ბიჭებმაც შესანიშნავად იმუშავეს. მგონი იმ ტიპმა დააეჭვა ბუშტები რომ ეჭირა. ხომ ნახეთ ტელეფონი სად დააგდო? ჯანდაბა ძალიან დავიღალე. დილიდან მშიერი ვარ. წავალ რამეს ვიყიდე. შენს წამოგიღო? არ მინდა. შენ? არა, გმადლობ. მალე მოვალო. ფულიამ შენი საყვარელი კექსი მოამზადა. ყავაც მოადუღა. არ მინდა. ხედავ რომ ძალიან ნერვიულობ. დამშვიდდი, გთხოვ. აღარ შემიძლია ელიფ. ისიც არ ვიცი რა მინდა. თან მიხარია რომ წავიდა. თან გული მტკივა. რომ ვაწყენინე და მივატოვე. თუმცა მიხარია რომ ვერ დაიჭირეს. ალბათ მთელი ცხოვრება ფათიჰის ტყვე ვიქნები. მოდი ჩემთან. ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ბოლოს ვიღაც გამოჩნდება. მოვა და გადაგარჩენს. შეეცადე ძლიერი იყო, კარგი? ყველაფერი კარგად იქნება. ომერ, ეს მაინც შეჭამე გამომართვე. არა, გმადლობ. გემრიელად მიირთვე. მეგობრებო, დღეს აგვრჩებით. მორიგეობთ, გასაგებია? განყოფილებაში არ წავიდე? აქ დარჩენას რა აზრი აქვს, წავალ ვიმუშავებ. მართალი ხარ, კარგი იქნება რომელიმე ჩვენგანი განყოფილებაში იყოს. ჰელინ, საბაჟოდან ფათიჰ დუნდარის ფოტოები მივიღეთ? სხვა სახელით გასულა. ყველა ჩანაწერი გამოგიგზავნეს, მაგრამ კომპიუტერში ჩატვირთვას და ფოტორობოთა მორგებას დრო დასჭირდება. ბიჭები მუშაობენ. უნდა ვიჩქაროთ, შეიძლება ქვეყნიდან გაიქცეს. კარგი, დამშვიდდი ომერ. წავალ ყველაფერს მოვაგვარებ, ნუ ღელავ. ელიფთან ავალ, აქ იქნები? სად წავალ? წარმატებას გისურვებთ. ნედა ვიცოდე მეთინი ვინ გააფრთხილა. სულ სამოვხდიდი, ვერ გადამირჩებოდა. ვითომ ნილუფერმა უთხრა? არა მგონია. თუმცა რას გაიგებ, ფელინ? ის კაცი ძალიან უყვარს. არა მგონია. გულნატკენი ჩანს. თვალებში სევდა აქვს. სევდა სიყვარულს ხელს უშლის? კარგი, რა დროს ნილუფერია? ყველამ თავის სიყვარულს მიხედოს, ხომ ასეა? რადგან თავის კივილმა გაგიარა, შეიძლება ვილაპარაკოთ. ახლა ამის დროა არ და. მორიგეობთ. ქუჩას უყურე. ვუყურებ და თან მოგისმენ. შენც უყურე და თან დამელაპარაკე. მიპასუხე, ფელო. ხო თუ არა? ომერთან წავალ. ნახავ რა ხდება. თორემ როგორც ვატყობ, შენ არ გაჩუმდები. ისევ გარბი ხარ? სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიშლი კომისარ ვარდა. იცოდე გიჩივლებ.
გამარჯობა. გილოცავ მეთინ. ახლა გაიგებ ვისთან გაქვს საქმე. 2 საათში ჩემი საოპერაციო მზად იყოს. გასაგებია ეფენდი. ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელი ორგანოები ბევრ ადამიანს გადაარჩენს. არ მეთანხმები მეთინ ეფენდი. ჩემს მოკვლას აპირებ? არა. ჯერ გავიგებ ჩემი ალმასები სად არის. ეგ ალმასები სამუდამოდ დაივიწყე. არაფერი დაგაგლდება. შენი ქონება ყველას გვეყოფა. ალმასები მე მეკუთვნის. შენ ვინ ხარ რომ ჩემს ალმასებს ითხოვ? ვინ ხარ მეთინ, ვინ? ალმასების გამო მიღალატე? იცი რომ ვერ გამოიყენებ. ხო, ვერ გამოიყენებ. ახლა მომისმინე. დროს ნუ დამაკარგვინებ. მითხარი ალმასები სად არის? ალმასები დაივიწყე. ჩემია, ჩემი გასაგებია? მოვკვდები და არ გეტყვი. რადგან ასია გაიძულებ. რა ხდება, მამა? საკუთარ შვილს დაახრჩობ? ხედავ? გულის სიღრმეში მაინც გიყვარ ვარ. ო, თორემ საერთოდ არ გამოჩნდებოდი. ადანადან არ ჩამომიყვანდი და არ დამასაქმებდი. ხომ გითხარი? ვერ მომკლავ. რადგან შენს იმპერიას ჩემ გარდა სათავეში ვერავინ ჩაუდგება. აღიარე რომ ჩემი ძმა დედიკოს ბიჭია. წესით ჩემით უნდა ამაყობდე. ხედავ, შენც კი გაგაცურე. მამიკო, რა სისულელეს ამბობ? უარყოფას აზრი არა აქვს. დნმ-ის ტესტი მაქვს. გგონია წაგება შევეგუები? ვისი შვილი ვარ? ფელინს დაარდეს ხომ არ დავუძახოთ. რას აკეთებთ? თელის აღამო ყავისა და ჩაის მასში უნდა გაატაროთ? არაფერს მოიმოქმედებთ? ასლი რა ვქნათ? ყველა ეძებს. ნილუფერი თავის ოთახშია. სწორედ ეგ მაწუხებს. ნილუფერი დარდისგან გაგიჟდება და მალე 2 შეშლილის მოვლა მოგიწევს. რას მთავაზობ? მომისმინეთ? მე თქვენზე უფროსი ვარ. კარგი ბავშვები კი ხართ, მაგრამ ყველა გმირი ვერ იქნება. ხომ ასეა? ნილუფერს დეპრესია თუ დაემართება, ვერ გადამირჩებით. პასუხს თქვენ მოგთხოვთ. ამიტომ რამე მოიფიქრეთ. რაღაცით გაართეთ, რომ ნილუმ თავი მარტო არ იგრძნოს. ასლი, მართალი ხარ. მაგრამ ნილუფერი თქვენი და მე რა ვიცი რა გაუხარდება. შენ ერთი ღამის გართობის ნაყოფი ხარ. გგონია ჩემს იმპერიაში ყველაზე საპატიო ადგილს მოგიჩენ? იმდენად სულელი გგონი ვარ მეთინ, რომ შენ შუაზე მატარებ და გამანადგურებ. ცდები, იდიოტო, ცდები. მე თაიარ დუნდარი ვარ. შენ კი ნაძირალა ხარ. ძაღლივით ფეხებს უნდა მილოკავდე. ჩემ გვერდით იმიტომ იყავე, რომ მე მჭირდებოდი. ჩემს ბრძანებას ასრულებდი. მონასავით მე მორჩილებოდი. მე ჩენნაირი ვარ, მამა. რამდენიც გინდა იყვირე. შენი შვილი ვარ. უნდა აღიარო, გესმის?
რა გინდა? ქართილი მკვლელი და ქურდბაცაც ავაღიარო მათაკებ და საზოგადოებაში თავი მოვიწონო, ჩემი შვილია მეთქი? benim oğlum. ამაზე უცნებობ? გაგიჯდი? კაცის კლა ქურდობა და თაღლითობა შენგან ვისწავლე, მამიკო. ეს არ მოხდებოდა სიძულვილის ნაცვლად ის სიყვარული რომ გაგემეტებინა, რაც მერთისთვის არ დაიშურე. მაგრამ არ გამოგადგამ. რატომ? არც ის გიყვარს. იცი რა არის სიყვარული? იცი რა არის სიყვარული? მითხარი არსებობს ვინმე ვისაც უყვარხარ? ან ვინმე სყვარები ხარ როდისმე? შენ თვითონ მიხარ. მე მიყვარდი. სულ შენთან მინდოდა. რადგან მამა ჩემი იყავე. ველოდებოდი რომ თბილ სიტყვას გაიმეტებდი, მაგრამ ვერ გაიმეტე. ვერ გაიმეტე. რომ ვარსებობ. მკვლელი რომ ვარ და მამას რომ ვუღალატე, ამისთვის პასუხს შენ აგებ. ანგარიში ჯერ არ გაგვისწორებია თაიარდუნდარ. ასე იოლად ვერ გამოძრები. ნამდვილი ჯოჯოხეთი გელოდება მეთინ. ეს ნაზირალა 2 საათში ჩემს საოპერაციოში მომიყვანეთ. სადაც გინდა? სადაც გინდა იქ მოვალ. მომისმინე. კარგად მომისმინე. ჩემი ნებართვის გარეშე იმ ძაღლს სუნთქვაც კი ეკრძალება. დარწმუნებული ვარ გაქცევა შეეცდება. ამას თუ მოახერხებს მოგკლავ. მე გაგაფრთხილე. ასლი თავი დამანები მარტო ყოფნა მინდა. ახლავე დაჯექი. ნუ მე წინააღმდეგები. გინდა შენზე ვიფიქრო და ვინერვიულო. ვიცი ეს არ შენ გინდა ნილუ, ხომ ასეა? გთხოვ ნილუ, არ მაწყენინო. ახლა გაგამხიარულებ და იმ ტიპს შენი მეხსიერებიდან სამუდამოდ წავშლი. როგორ აპირებ? გახსოვს რას თამაშობდით ხოლმე? ფილმები უნდა გამოვიცნოთ ნილუ. ასლი, სისულელეს ნუ ამბობ, გთხოვ. რატომ ეს თამაში ხომ გიყვარს? თუ გინდათ ითამაშეთ, მე გართობის გუნებაზე არ ვარ. კარგი. მე ჩავალ ბიჭებს დავხედავ. თქვენი თამაშეთ. საშიში არაფერია, კომისარო კოლომბო. დაჯექი. ძალიან კარგი. იქნებ ჩვენს გავერთოთ. აი ეს მომწონს, მუსიე პუარო. თან გავარკვევთ გარდასახვის უნარით ვინ არის დაჯილდოებული, არა? თუ დარჩებით, თავს უფრო შვიდად ვიგრძნობთ. ჯობია დარჩეთ. რაცებს ხმა უწია. გვეცოდინება გარეთ რა ხდება. შვენიერია. ახლა გუნდებად გავიყოთ. ფანტომასის გუნდი დები დენიზერების წინააღმდეგ. ვნახოთ ჩვენს დამარცხებას თუ შეძლებთ. ასლი ნილუფერს ადგილს გავუცვლი. ასე ჯობია. ვერ გაგვექცევი ფელინ. აკადემიაში რა გვასწავლეს და გავიწყდა? მე ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ დაგამარცხებთ. დაგვამარცხებ? ესე იგი სინიორინას გამარჯვება უნდა? ნუ ოცნებობ საყვარელო. ნუ ოცნებობ. კარგი. პირველად ჩვენ ჩავიფიქრებთ. მოდი დადექი. კარგი. ვიწყებთ? კარგი, არ გისმენთ. ვერ გამოიცნობენ. აბა, ვინ იწყებს?
მიდი მეგობარო, შენი იმედი გვაქვს, მიდი. კარგი რა. რატომ? უარს არ მივიღებ. აბა დაიწყე. ელიფ, შენი გდაჯექი. პატარავ, შენ წამზომი ჩართე. მიდი, დაიწყე. Neyle tutayım seni? ასე გამიჭირდება. შენ გვერდით კონცენტრირებას ვერ შევძლებ. ჩართულია? ჩართულია. ჩვენი ფილმია? ერთი სიტყვა? კარგი. გველი? არა? ჭია? გველი არ არის? არა? არ არის? ცხოველი უნდა იყოს, ალბათ კურდღელია. კურდღელია? დრო რამდენი დარჩა? ცოტა. რა? ახლა არ დავიწყეთ? ნუ ლაპარაკობ, არ შეიძლება. მიდი არ და მიდი. მიდი. მიდი არ და მიდი. კურდღელია. დრო ამოიწურა. დენიზერებმა ფანტომასის გუნდი დაამარცხეს. რა ფილმი იყო? რა გჭირთ არ მესმის რანაირი პოლიციელები ხართ? თხუნელა რომ იყო ვერ მიხვდით? თხუნელა ასეთია? აბა როგორია? არ და რა უნიჭო ხარ? თხუნელა ასე ჭამს. კურდღელი რომ ყოფილიყო ყურებს გაჩვენებდით. ხომ ასეა? კარგი. მართალია. მართალია. მამა არ უნდა მოსულიყო? არ ვიცი, არ უთქვამს. უკაცრავად მერთი ბეი. ისმენ? შეიძლება დაგილაპარაკოთ. რამე მოხდა? დიახ, ერთი წუთით თუ შეიძლება. კარგი. თუ ვერ შეძლებ დაგეხმარებენ. არ მჭირდება. წინააღმდეგი ვარ. რას ნიშნავს წინააღმდეგი ხარ? არ და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელი ჭირვეულობს. წესებს არ ღვევ. გუნდის წევრს ელაპარაკები. არ გითქვამთ რომ აკრძალული იყო. მართლა? უნდა გწოდნოდა. ეს მთავარი წესია, რატომ უნდა გვეთქვა? ერთი წუთით, რა ფილმია? რომაული არდედეგები. ომერ, შენი სხეული აქ არის, სული კი რომშია. კარგი, გავჩვენდები. კარგი, თავიდან ვიწყებთ. ხედავ შევრცხვით. ნუ ლაპარაკობ კომისარო კოლომბო, თორემ დისკვალიფიკაციას მოგცემ. კარგი. დაიწყეთ. თუ არ შეგიძლიათ, მე ვიტყვი და ანგარიში 2-0 იქნება. Söyleyeyim. კარგი, ელებ, კარგი, მოვიფიქრებთ. მოდი არ და, მოდი მეგობარო, მოდი. ცოტა არ დამშვიდდი. კარგი, მოვიფიქრეთ. თვალს ვერ გაშორებ. ეს ფილმი არ არის. მოდი. ცოტა დაუჩქარეთ. კაცი წარსულის გარეშე. აბა შენიცი. დავიწყოთ. წამზომი ჩართულია. კარგი. ვიწყებთ. სამი სიტყვა. ერთს გვაჩვენებ. უკან საათი, დრო. წარსული. წარსული. ხო, წარსული, გასაგებია. Tamam cepte. ელიფ, ნუ ანიშნებ. ხელს ნუ უშლი. Sıcak. კარგი, მაპატიეთ. განაგრძე. ხო, კარგი, მეორე სიტყვა სტობებ. გასაგებია, მესამე გვაჩვენე. კაცი. მივხვდი. ეს ფილმი ნანახი გვაქვს. კაცი წარსულის გარეშე. მეთ დეიმონი თამაშობს. როგორ მიხვდა? ყველაზე საინტერესო გამოგრჩა. გადაახვიე.
ნუ ღელო, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. თუ ასეა გაჩუმდი და უყურე. შენ მოგეფიქრებინა? მოვიფიქრებდი. მეტი აღარ შემიძლია. მამა ჩემი სადაა? აქ რა გვინდა? მალე გაიგებთ მერთიბე. ნაჯი აქ არის? Yok. არა, თაიერბეისთან წავიდა. დანარჩენები საჭმლის მოსატანად გაგვგზავნე. შენ აქ დამელოდე. საშიში არაფერია. გთხოვთ მერთიბე. იქნება ამიხსნათ რა ხდება. განსაკუთრებული ადამიანი უნდა გაგაცნოთ, გთხოვთ. მერთიბეი მოვიდა. გამარჯობა. სად ვარ? ეს ვინ არის? აქ რატომ გყავთ? ცუდად მოვიქეცი და მამამ სარდაფში ჩამკეტა. დამსაჯა. მოიცადე, სად მიდიხარ? ნოგეშინია ძამიკო. არაფერს დაგიშავებ. შენს მოსმენას არ ვაპირებ. ვიდრე არ მომისმენ, ვერ წახვალ. ჩვენი შეხვედრა სხვაგვარად წარმომედგინა. ჯობდა მამას ეთქვა. რა უნდა ეთქვა? მამა შენს არ ვიცნობ, ვიღაც მანიაკი ხარ. მამა ჩემს კარგად იცნობ. მეც კარგად გიცნობ. უცნაურია, მაგრამ ჩვენი პირველი შეხვედრა გუშინდელი დღესავით მახსოვს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარდი. შენ მიმართ ზიზღი არ გამჩენია. კარგად მახსოვს იმ დღეს 5 წლის გახდი. გრანდიოზული დაბადების დღე გადაგიხადეს. დიდი ტორტი გქონდა, საჩუქრები. შენ ჯამბას გაეკიდე და წაიქეცი. მამა შენი უნდა გენახა. ლამი შეიშალა, უცებს ამოგეყენა. დედამ გულში ჩაგიგრა და ცრემლი შეგიმშრალა. გახსოვს? იდეალურ გარემოში გაიზარდე. იდეალურ ოჯახში. რას ამბობ? რა სისულელეა? ვინ ხარ? მე შენი უფროსი ძმა ვარ, მერთ. ჩვენი მამა კი ნაძირალაა. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.